ხალხზე გადმოცემის პროცესი. შალვა თელაშვილი სურამელებს მოულოდნელად ესტუმრა. ამიტომაც კულტურის სახლის ფოიეში გამართული სახელდახელო შეხვედრა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საზოგადოებისათვის ტელევიზიებით უკვე კარგად ნაცნობ თემებზე ისაუბრა. უნდა უთხრათ მუშას რომ აბა ხო ხედავ პენსიები ვეღარ დაარიგეთ. 2-3 გაიგეთ ეს პროგრამის გადმოლაგება და რას გულისხმობს ეს პროგრამა. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები სკოლიდან მცირდება, შეღარჩება ბატონი, ჰაგიოგრაფია ქართული იხსნება, ვეფხვისწყალოსანი მცირდება, შუშანიკიც და რასაორია სკოლებში შემოდის სექსოლოგია როგორც სავალდებულო სახელმძღვანელო საგანი. რა ვიცი, ჩვენ წინაპრებს ჩვენ წინაპრებს ეს არ უსწავლეთ სკოლაში, მაგრამ გავბრალდებოდა ქართველიერი ძალიან კარგად, კაცო. აჭარაში მიმდინარე მოვლენები იმდენად აქტუალური არ არის, რამდენადაც საქართველოში ავტონომიების არსებობის საკითხი. მე სააკაშვილის ადგილზე ხაში ვდგერ დავადგებოდი 7-ის ნახევარზე ჩოლოგზე აბასრან აბაშიძეს. მე დავიწყებდი თურქეთთან, რუსეთთან, ვაშინგტონთან მუშაობას, რომ ის ხელშეკრულება, რომლითაც აჭარაში ავტონომია შექმნილი, გაუქმებულიყო. და აღარ დანიშნულიყო იქ ახალი ავტონომიის მეთაური. სურმაინძე იქნებოდა ბერძენიშვილი თუ ვიღაცა. ეხლა სააკაშვილის უნდა რომ აბაშიძის მაგრო თავის მაგაცი დანიშნოს ავტონომიის მეთაურად და მე საერთოდ არ მინდა ავტონომია აჭარის, იმიტომ რომ იქაც ისეთივე ქართველები როგორც აქავართ. სიჭუბობენ სამწუხაროდ აჭარის ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება, მე შერიგდებიან, როცა ჭირდებათ, თქვა არჩევნების გასაყალბებლად, როცა ჩვენს წინამდე ბრძოლაა საჭირო. ასევე ჩვენ ორივეს ოპოზიცია ვართ, მაგრამ ვიმეორებ, აი ამ პრობლემას არ შეიძლება მოყვეს სამოქალაქო ომი და ორივე მხარემ უნდა იფრთხილოს და უნდა გაითვალისწინოს, რომ მათ წინ და მათ უკან დგას საქართველო. თქვენი მოსაწონი ხელისუფლება მოვაოდეს მე სათავეში, როგორ ფიქრობთ? როდესაც მე და ხალხი ჩათვლის, რომ ხელისუფლება არის მთლიანად მოსაწონი, მაშინ ქვეყნის ისტორია დამთავრებულია. ხელისუფლება ყოველთვის არის გასაკრიტიკებელი და არასოდეს არ უნდა უკრათ მას ტაში და როგორც აი ძროხა უნდა მოწოლო კარგად, ისე უნდა უწოლოთ ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ერის ამოცანა ისტორია. ბატონ შალვა, მომავალ არჩევნებში თუ გაქვთ გამარჯვების წარმატების შანსი და რას ქვია, ჩვენ მოვიარეთ ახლა ლაგოდეხიდან დაწყებული სურამამდე სოფლები, დაბები, ქალაქები, მხარდაჭერა არის აბსოლუტურად გამოკვეთილი და დაიწყოს დაპირებების შესრულება და ვაპირებთ ვაიძულოთ ეს პარლამენტში ჩვენი მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. რუსთავის მტრისაც რუსთავი გადავცემდა იმ წუთში გაერო სასამართლოებს, აი ამ ცუდის გაგება უჩვენეთ $1,000,000